ლელოს დამიწების მომენტში, როდესაც ხრის ზოლზე აქ იქნება ბოჭვა, ამას არ ჩავთვლიდით უხეშობად რა და ამაზე ყველა კოლექტიურად შევთან. მაგრამ ეს არავინ არ იცოდა. მათმა რაგბი ითამაშეს. მაგ ბავშვებმა ვიფიქრე, რომ აი დამკაში ვართ უკვე გასულები. რა, მაგრამ მე დაღმასვლა წამოვიდა. რატო ვიფიქრეთ, რომ უკვე იქნებოდით? ეს უკვე ფსიქოლოგებმა და საჭირო ხალხმა უნდა გამოიტანონ დასკვნა. მაგიტო არის რაგბის საჯობო ურთულესი, რომ აი პატარა დეტალმა, სანტიმეტრმა შეიძლება შეცვალოს მთელი გადაწყვეტილება და გამარჯობა, მორიგი ეპიზოდი, ჩვენი სტუმარი ნიკა ამაშუკელი, წინა პოდკასტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ძალიან ბევრი მნახველი ყავს რა. სანამ დავიწყებდით ამ ეპიზოდს, როგორც ხედავთ, ჩვენთან მაგიდაზე გამოჩნდა ღვინოს კოლექცია. ეს ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენ სტუმარს არჩევანი მივცეთ და ერთი ბოთლი ვაჩუქოთ. ჩვენი სპონსორია მაღაზია სასმელი, რომელიც აბაშიძის 38-ში მდებარეობს. დანარჩენს ყველაფერს ეკრანზე ხედავთ, სადაც შეგიძლიათ მიაკითხოთ, როგორ, რანაირად. ხო, ამასთან შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მცირე დონაცია გაიღოთ. აგერ ხედავთ ჩვენ ანგარის და QR კოდს, სადაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ თქვენი დახმარება. კაი, გადავიდეთ ჩვენ სტუმართან. იცით, რომ ნიკამ ახლა სერიოზული თამაშების განსჯა მოუწია და ჩვენთვის რა თქმა უნდა საინტერესოა ისევ შიგნიდან დანახული, იმიტომ რომ შენ ისეთ რაღაცებს ხედავ იქ, რომ რაც არ უნდა სპეციალისტი იყო გარედან და ტელევიზორში თუნდაც სტადიონზე ამ რაღაცებს ვერ დაინახავ და აი შენი შთაბეჭდილებები და საერთოდ აი ეს ახალი ტურნირი რაც იყო, აი ჩვენი აზრით ძალიან საინტერესო გამოვიდა, ძალიან კარგად დაგვანახა ტენდენციები საით მიდის ახლა თანამედროვე რაგბი. ფაქტია, რომ ანგარიშები ძალიან დიდი, თამაში ძალიან დინამიური, მაყურებელი უამრავი და ნუ არ ვიცი. ძალიან საინტერესო გახდა და ჩემპიონშიპზე ამბობთ თქვენ ჩემპიონშიპზე ვიძახი, ძალიან საინტერესოა. სამწუხაროდ მაგას ვერ ვიტყვით ერთად თასზე. ხო, ნუ ერთად თასიც, ნუ ნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, ნუ რაღაცა შანსი მაინც არის, რომ რაღაცა ვითამაშოთ და ისე არ ვიყოთ რა, მიუხედავად იმისა. ნუ მაგაზე ჩვენი აზრი ნათქვამი გაქვს, მე კიდე დავაფიქსიროთ თუ გინდა. ხო, რა ვიცი, მოდი ნიკა, შენ ვითხარი, აბა, შენ მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს, ჩემ მაყურებელსაც, რაგბის მაყურებელს ზოგადად, გილოცავთ სპონსორს და ძალიან სასიამოვნო ღვინის კოლექციას და მადლობა, რომ ერთ ბოთლს მე დავისაკუთრებ ამის მერე. არგენტინიდან ჩამოვიდა ღვინის ცოტა ხანი გაგება არ მინდა სტეიკთან ერთად, რა ვქნა არგენტინაში 3 კვირა ოფნა, მაგრამ მართლა ძალიან მაგარ ამბავზე ვიყავით, იმიტომ რომ პირველი ისტორიაში Nations ჩემპიონატი გაიმართა როგორც ახსენეთ და ძალიან მაგარი იყო და მეც გეთანხმებით გია, მომეწონა ძალიან ფორმატი რა. ყოველთვის იყო ეს საუბრები, რომ აი სამხრეთი ჯობია თუ ჩრდილოეთი ჯობია და იფიქრა ამ ხალხმა, რომ მოდი მივცეთ რაღაცა უფრო ოფიციალური ბურთი და მოედანი. ამ ყველაფერს და როგორც მოგეხსენებათ ფორმატი ეგეთია, რომ სამხრეთის საუკეთესო, მე ჩრდილოეთის საუკეთესოს 6 რაუნდის ჯამში ლონდონში თვიქენჰემზე ფინალში შეერკინება და ძალიან ესე დამაინტრიგებელია, რა თქმა უნდა რა. რაც შეეხება ჩემს არგენტინაში მოღვაწეობას, ვინც არგენტინაში ნამყოფია, იცის რამდენად ეგზოტიკური და ავთენტური ქვეყანაა. არც თუ ისე მდიდარი ადგილები და ისეთი ქალაქები მოვიარე, სადაც აი ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ წახვალ რა. ვიყავი პირველი ქალაქი იყო კორდობა, სადაც გაიმართა ჩემი თამაში, არგენტინა, შოტლანდია და ძალიან ისეთი გახსნილი და მაგარი თამაში იყო და საკმაოდ ისეთი კარგი ტემპი იყო და 13 ლელო გავიდა და ვაცადე თამაში, იმიტომ რომ ახლა თამაში როცა უნდა გუნდებ და მსაჯი არ აცდის, ძალიან ცუდია ეგ ამბავი რა, ეგეთი მსაჯი უნდა. მერე იყო არგენტინა უელსი, რომელიც სან-ხუანში გაიმართა და სან-ხუანიც ესეთი ქალაქია, პატარა ქალაქი, მაგრამ ძალიან ავთენტური ლათინური ქალაქია და დიდი სიამრება მივიღე და მესამე და ძალიან პრინციპული თამაში, რომელზეც ღირს საუბარი, ეს იყო არგენტინა-ინგლისი და რამდენიმე მიზეზი იყო, რატომ იყო ეს თამაში ძალიან რთული და ფეხბურთსაც უკავშირდება და ეს თამაში იყო სანტიაგო დელ ესტეროში, ძალიან ესეთი პატარა უძველესი არგენტინული ქალაქი, სადაც დაბრუნება ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ ტურნეს ამ ქალაქს შევარქვით სანტიაგო დელ დეპრესო. იმდენად ისეთი ქალაქი იყო, მაგრამ მაინც მე მიყვარს ავთენტური ადგილები რა, რომელიც არ არის გაფეტიშებული და მაინც თავის ხიბლი რა თქმა უნდა
ქონდა. სხვა თამაშებმა ძალიან მაგრად ჩაიარა, ეს იყო დაიწყო საფრანგეთის ზელანდიის ბლოკბასტერით, სადაც თქვენ როგორც აღნიშნეთ, ფეხის ტყა ნაკლები იყო და ჟარგონულად რო ვთქვათ, ორივე გუნდმა შებერა, რასაც ქვია და ეს არის რაგბის ჭეშმარიტება რა. საფრანგეთსაც და ზელანდიასაც ისეთი სტილი აქვთ, რომ თუ ესე წავიდნენ 100 კილომეტრი საათში. ხო, ძალიან მაგრამ მიდიან და ეს ჩვენთვისაც ძალიან მაგარია, საჯისთვისაც, იმიტომ რომ საჯზე ნაკლები ყურადღება მოდის ამ დროს რა და ჩვენი მთავარი მიზანია ეგ არის. დღევანდელ რაგბიში არაერთხელ მაქვს აღნიშნული, რომ საჯზე მაინც სამწუხაროდ დიდი ყურადღება მოდის, იმდენად ჩადეტალებული გახდა თამაში და ვერ ავიცილებთ ამას და ის ფრაზა წარსულს ჩაბარდა საჯი თუ არ ჩანს მაგარია, ეს უკვე ფუფუნება გახდა. ჩემდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ყველაზე ნაკლებად მინდა რომ ჩანდე თამაშში რა. ამიტომ ძალიან მაგარი თამაშები იყო, მაგარი ტენდენციებიც გამოიკვეთა. და აი როგორც ახსენეთ 1000 და ეს რაღაც 1000 წელასავით ეს სახელი უკვე 1000 უკვე აღარ სიამოვნებს რა სახელის შვეიცარია მახსენდება და კი მაკედან გადადგმული წინა ბიჯია რა თქმა უნდა მაგრამ ის რო ტიერერს ვეღარ ვეთამაშებით ეს ძალიან ცუდია მაგრამ კიდე გამოჩნდა რამხელა ოფსკული არის Nations Championship-დან Nations Cup-ამდე რა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დომინანტები ჩანს, რომ დომინანტები ვარ და ჩვენც ხო ვიცით, ჩვენსა და იმათ შორის როგორი სხვაობა და სხვა გუნდებში რა ხდება. ეს ზოგადი შეფასება რომ მივცე ჩემ ტურნეს და ზოგადად ამ ზაფხულის ამ ფანჯარას რა. საინტერესოა მე ნოემბერში როგორ გამვითარდება მოვლენები და ფინალში ვინ აღმოჩნდება და წინა ფორმატებისგან განსხვავებით, სადაც აი ნოემბრის ტესტების ის იყო რომ გავსება იყო ნოემბრის და ივლისის ტესტების სახე მიეცა და ფინალები ძალიან კაია მაგ ეს ახლა პირველად ტარდება, ახალია ეს თვითონ წამოწყება და თვითონ ორგანიზებული როგორ იყო ნიკა, რამე პრობლემები ხო არ იყო, თქვათ აი ამის შესახებაც როგორ. ეცეთ ყველა გაჩნია რომ ქვეყანაში ჩადიხარ რა და რამდენად მაგფრი ორგანიზება არის ქვეყნები რომლებიც ძალიან მაგრად ორგანიზებენ აი მაგალითად სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია იქ ყველანაირი ლოჯისტიკა სამსაჯო თვალსაზრისით ვიძახი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა იქ ტრანსპორტირება, იქ სასტუმროში განთავსება უამრავ რაღაცაზე იმიტომ რომ საჯები რა თქმა უნდა რეპორტს აბარებენ მსოფლიო რაგბს და მსოფლიო რაგბამდე მიდის მერე თუ რაღაცა ლაფსუსი არის ლოჯისტიკურად რა. ჩვენ ძალიან სერიოზულ ლაფსუსებს წავაწყდით არგენტინაში, რაც ერთობ გასაკვირია, იმიტომ რომ არგენტინა საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც გრანდი არის და ჩამოყალიბებული და კულტურა ეს სარაგბო, რომელიც რა თქმა უნდა ფეხბურთს ვერ შეედრება და აი ეს იყო ჩემთვის ამის დანახვა იყო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, სადაც არგენტინა რა თქმა უნდა ფინალამდე მივიდა და იმ ყველაფერს უყურებდით ჩვენ არგენტინაში ჯერის თავის რო ეს იყო საინტერესო და მე კიდე ერთხელ დავრწმუნდი რამდენად შორს არის რაგბი ფეხბურთისგან მიუხედავად იმისა რომ პუმას ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ნებიანი გულშემატკივარი ყავს და საკმაოდ გულანთებული ხალხი ზოგადად ესეთია რა აი მაინც იმხელა სხვაობა არის ფეხბურთთან რომ აი ცადა დედამიწა რა აი ჩათვალეთ იმ ფეხბურთი იმდენად შორს იყო რა თქმა უნდა ფეხბურთის ქვეყანა მაგრამ რაგს რო დაუბრუნდეთ და თქვენ ახსენეთ ლაფსუსები ძალიან სერიოზულ ლაფსუსებს გადავაწყდით რაც გასაკვირი იყო იმიტომ რომ ტიერ-1-ის ქვეყანას ესეთი ლაფსუსები არ უნდა ქონდეს. თან მასპინძლობს დიდ გუნდებს. მასპინძლობს რა თქმა უნდა, ხა უელსი, ინგლისი, შოტლანდია, ხო, გაქანებული ტიერ-1-ის ნაკრებები არიან და რა თქმა უნდა, მსოფლიო რაგბამდე მივიდა ამ ლაფსუსების ის და აი ჩვენც ეგ პრობლემა გვაქვს რეალურად რა. ხა შორს რო წავიდით და პირდაპირ ვისაუბროთ, აქაც რო ტიერ-1-ს ვიღებდით ხოლმე. იყო მუდმივად აი ეს კომუნიკაციის სამსაჯო სამსაჯო თვალსაზრისით ვსაუბრობ რა, იმიტომ რომ ეს სამსაჯო და მსოფლიო რაგბი ჩათვალეთ ერთი სტრუქტურაა და ჩვენგანაც ეგ სულ ეს საჩივრები მიდის ხოლმე რა, რომ არ არის გამართული კომუნიკაციის სისტემა, არ არის მოედანზე ეკრანები, სადაც რომელიც აი ეს ტიერ-1-ის ლოჯისტიკურ გარემოს სტანდარტია, უკვე სტანდარტი უნდა იყოს რა, ამიტომ მარტო ტიერ-1 ეს არ ნიშნავს რომ მარტო გამართულ რაგბის თამაშობ და შენი სისტემა და ვერტიკალი აწყობ, ეს არის მთლიანი ლოჯისტიკური სისტემა რა. ამიტომ არგენტინას ჰქონდა უამრავი ხა იმდენი პრობლემას გადავაწყდით, რაც საბოლოოდ ჩვენ შემოგვიტრიალდა რა თქმა უნდა მსაჯებს ცუდად, იმიტომ რომ იქ ვიდეო არის გადაღებული თვითონ რომ აი ეკრანები იყო ვიდეო მსაჯის კაბინეტში იმდენად ცუდი რომ გამეორებები არ მიდიოდა ასევე ვიდეო მსაჯებს აქვს ეგეთი მექანიზმი delay screen ქვია გადადებითი ეკრანი სადაც ხდება პირდაპირი მერე 5 წამის გვიან მოდის სიგნალი ამ ეკრანში და პირდაპირზე რომ რაღაცა ეჭვი გაუშვდება 5 წამით დაგვიანებით ნახულობს რომ მერე ეს ეჭვი ან გაირღმავოს ან გააქარწყლოს რა ეს გადადებითი ეკრანი ისე ჩაიხლარდა რომ 45 წამიან გადადებას აძლევდა წარმოიდგინეთ და ანუ
აბსოლუტურად გამოვიდა მწყობრიდან საინტერესოა და აი ხა წარმოგიდგენთ მიდიხარ ტიერ-1-ის გრანდს მაგმას პინძლობს და ეგეთი ლაფსუსებია. ჩემ თამაშზე იყო რომ მე რა დასამალი არ მაქვს და მე ყოველთვის პირდაპირ ვიძახი რომ რამე პრობლემა თუ იყო და შოტლანდიას ლელო ჩაუთვალე სადაც ჩემი პოზიციიდან სადაც ვიმყოფებოდი მოედანზე გამოჩნდა რომ ბურთი მიწა შეეხო, მაგრამ გამეორება მცხადყო მერე რომ მატერას ხელი ქონდა ქვევიდან შეცურებული და ისე რომ არ უნდა ჩათვლილიყო და იმდენად დაუგვიანეს ვიდეომსაჭ კადრის მიტანა რეჟისორმა და იმდენად ნელი იყო ეკრანი და გამეორება რომ ვერ მოხერხდა ამის ევალუაცია ადეკვატურ დროში და აი თამაში რომ გაგრძელდა და უკვე პროტოკოლმა აკრძალა იქ დაბრუნება მერე გამოვიდა ეს გამეორება და ნუ რა უნდა გეკ ეკრანზე რომ დავინახე და რა თქმა უნდა აგრესია ჩემზე წამოვიდა რა და ვიდეომსაჯმა მე მოიბოდიშა რომ ჩემამდე არ მოვიდა გამეორება ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ იცით მაგრამ მე არგენტინამაც აღარ მოიწერა მაგაზე არაფერი იმიტომ რომ მაგათმაც ჰქონდათ ინფორმაცია ფილიპე კონტეპომის მაგათთან ერთად ვიყავით სასტუმროში რა უნდა ვთქვა რომ მას პინძლობა როგორც ესეთი შესანიშნავი იყო რა ნაკრებთან ერთად ვიყავით სასტუმროში და სამჯერადი კვები გაგვიკეთეს და ამ ხრივ პატივისცემა ძალიან იყო და რო ხვდებოდით სასტუმროში აი უდიდესი პატივისცემით და ემპათიით ვიყავით ხო არა ეგ ცალკე თემა მაგრამ აი ეს ტექნოლოგიური მასპინძლობა რასაც ქვია ეს იყო კატასტროფა და ნუ სოფლიო რაგბამდე მივიდა ის ინფორმაცია რომ ეს უნდა შეიცვალოს თორე არ გამოდის რა ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენც გვაქვს ეს პრობლემები ჩვენც გვაქვს რეჟისურის პრობლემები ჩვენც გვაქვს გადაღების რაღაცა პრობლემები კომპეტენციის კარგი კომუნიკაციის კარგი ეკრანის და აი ამას ვამბობდი ყოველთვის რომ თუ გვინდა რომ წავიდეთ ნელ-ნელა ამ გარემოდან მარტო ის არ არის რომ გამართული რაგბი ვითამაშოთ ჩვენ უნდა თლიანი სტრუქტურა და სისტემა უნდა დავხვეწოთ ამის გარშემო იმიტომ რომ რაგბი ძალიან რთული სპორტია რაგბის რაგბამდე მაყურებლის მოყვანა კიდე ცალკე ხელოვნება არის რა და თუ შენ გარემო არ შექმენი ისეთი მოედანზე რომ საჯის ხმა დიდ გადაწყვეტილებაზე PTI სისტემით ისმოდეს და ყველასთვის გასაგები იყოს ეკრანზე ხალხი ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღებაში და იქ და სიწვევდეს ესენი თუ არ დავხვეწეთ ხო მუდმივად აი ესეთი საჩივრები წავა მსოფლიო რაგბიში და ნუ აი იყო არგენტინას ჩვენი ეგრეთ წოდებული გამოწვევა სამსაჯი ჯგუფისთვის რომ ბოლოს შევთანხმდით რომ მოედანზე ცოტა გაგვერისკა და აგვეღო ცოტა აი სანტიმეტროვანი რაღაცა გადაწყვეტილებები სამეულს ვიდრე ვიდეომსაჯამდე მისულიყო და მაგ რისკზე წავედით რომ მეტად მოედანზე ვიმსაჯოთ რა ხო და აი ინგლისი არგენტინა ისეთი ამბავი აწყდა მაგაზე აი ისეთი ამბავი იყო რომ ფოლკლენდის ხო აიცოდა ბრძოლა იყო მართლა და რამ გამოიწვია რა მოკლედ ამ ორმა თამაშმა საკმაოდ კარგად ჩაიარა რა ისეთი დიდი ნებათაღების გარეშე კარგი რაგბი გაჩაღდა და ჩვენც ვისიამოვნეთ გუნდებაც ისიამოვნეთ. ბოლო თამაში ვიცით რომ ინგლისი ჩამოვიდა რა ბუენოს-აირესში არიან. ჩვენც ბუენოს-აირესში დავრჩით სან-ხუანიდან. სანტიაგო დელ ესტეროში არ წავედით, იმიტომ რომ გითხრეს რომ იქ ცობია ბუენოს-აირესში მე გადაფრინდეთო რა. გასაგები მიზეზების გამო. ეგეთი ცუდი სტეიკი თუ არსებობდა არგენტინაში არ მეგონა არ წარმომედგინა იქ ჩამ. ინგლისი ჩამოვიდა რა თქმა უნდა ბუენოს-აირესში დარჩნენ და მანამდე 4 შაბათს ნახევარფინალი არის ფეხბურთში. ინგლისი, არგენტინა. და ხო მოუგო არგენტინამ რა და მაკედან უკვე დაიწყო დაპირისპირება რა რომ მე ინგლისის ნაკრებმა რომ დატოვა სასტუმრო ჰენრი პოლოკი რო არის ახალგაზრდა ინგლისის მოთამაშე გულშემატკივრად ეჯღანებოდა და გავრცელდა ეს კადრები რა და თავის თავზე მიიღო არგენტინამ ახლა ეს თან მოდი ვთქვა ამ ორ ნაკრებს ერთმანეთი არ უყვართ რა ну რაღაცა მის ამ ფეხბურთმა და აი ამ იმან კიდე შეუწყო ამ ყველაფერს ხელი. ამას დავემატე იმას რომ არგენტინამ ფორმა შეკერა მაგ თამაშისთვის ზუსტად იმ კონტრასტში და იმ ფერებში, როდესაც მარადონამ ხელით გაიტანა 84 იყო მე მგონი. მარადონა 86-ში. 86-ში ღმერთის ხელით გაიტანა ინგლისის წინააღმდეგ და ეს ფორმა ფოლკლენდი 82-ში დაიწყო. ხო, და ეს ფორმა შეკერეს ზუსტად ეგეთი რა ფორმებიც მაშინ ეცვათ ფეხბურთის ნაკრებს, რომ მოკლედ თელი ისტორია გაჩაღდა და ჩვენ ვიცით რომ ის ორი თამაში რაც იყო არგენტინა უელსი და არგენტინა შოტლანდია ეს იყო საბავშვო ბაღი რაც გველოდება იმასთან წინ და ცოტა კი მიხაროდა რომ გვერდით იმსაჯი ვიყავი რა თამაში და ავსტრალიელი ანგუს გარდნერი უწევდა ცენტრი და მოკლედ მივხვდით უკვე სტადიონზევე რომ ვიცოდით რომ ძალიან დაძაბული გარემოა გასახდელებში რომ შევედით უკვე გუნდები ძალიან დაძაბულები იყვნენ რა უკვე აი კრიჭა და იგრძნობა სუგრძნობ რა ეხლა მაგდენი გამოცდილება გააქვს რომ აღალ დონეზე როცა ხარო სხეულის ენა წაიკითხო მწვრთნელისთაც და მოთამაშისაც რა და
აი უცებ რომ შევაფასო 7 ყვითელი ბარათი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ დისციპლინა არ აინტერესებდათ. უნდათ რომ ერთმანეთი აი ეს რა. შეხვა და საოცარი თამაში გამოვიდა. უდიდესი დრამა დატრიალდა ბოლოს, სანტიმეტრებზე გადაწყდა ყველაფერი და არგენტინას მოგების შანსი აღარ ჰქონდა, ერთ-ერთი ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა და ინგლისმა მიუშვა იქამდე, რომ დააბრუნეს თამაში, იმიტომ რომ ანგარიში უგებდნენ და ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში, რაც მიმსაჯია რა, თუნდაც გვერდიდან. გვერდიდანაც კი. მაგასაც ვიტყვი რა თქმა უნდა, გვერდითანაც იმხელა დაძაბულობა იყო. ისეთი ომი იყო, რომ დისციპლინაზე უარი თქვეს და ეგ იმდენად ართულებს საჯის საქმეს და იმდენად გიწევს ჩართვა, რომ მართო სიტუაცია. რო ჯერ საკუთარი თავი უნდა დაძაბული ხარ, შენც თუ დაიძაბე და ჟარგონულად აიჭერი მან, ხო, გაიქცევა სიტუაცია. იმიტომ რომ სულ გაწევ გამოწევა, სულ ეს არ ერიდებოდნენ ძალიან ცინიკურ გადაწყვეტ ხელის ჩარტყმებს, იმებს, ამ 7 ყვითელი დაგროვდა მაგის გამო და ომი რა, აი ომი ყველა სიტუაციაში 4 თვალი გჭირდებოდა რა. ეხა იმდენი რაღაცა ხდებოდა კიდე, რასაც ჩვენ ვარეგულირებდით და ვცდილობდით რომ ეს კალაპოც არ გადასულიყო, რომ აი ომი რა, აი რა რითი მოიგო ინგლისმა უკეთესი ემოციური ინტენსივობა დაიჭირა ინგლისმა რა და მე ამაზე თქვენს წინა პოდკასტში ვისაუბრე და ჩვენ სულ ვიმეორებთ ამას და სულ ვეუბნებით რომ მიხედეთ ამ საქმეს რა საწააგო მეტად ხელსისხლიანი იყო არგენტინა და ზუსტად მანწა თამაშის ხარისხით ინგლისმა შუა წელი მოუგო 60 წუთი მოუგო ბოლო წუთში უკვე არგენტინამ დაიწყო თამაში რა და აი ამ ეს შუა წელში ინგლისი იყო მეტად ცივსისხლიანი, მეტად უფრო ესეთი შემსრულებელი და უკვე ქულები და არგენტინა მაშინ რომ არგენტინა უკვე შევიდა ცივსისხლე ბოლოსკენ რა რომ ეს დაიწყეს მართო. მანამდე ინგლისი რას უკეთებდა, იცით, პატარ-პატარა პროვოცირებებით რა, აი ლელოს აღნიშნვით, მარტინესისნაირად აღნიშნა იქ ლელო და არგენტინა ამაზე ბრაზდებოდა რა და ეს ინგლისი მე სათავისოდ იყენებდა ამას. აი ამიტომ ამბობ რომ ნერვები დღეს არის უდიდესი რაღაცა და ჩვენ შეგვიძლია მაგის რეფერენსი გავაკეთოთ ჩვენს ოცლამდელებთან. კი, აუცილებლად. ეს მოუჭედა, იმიტომ რომ ჩვენც მან დავინახეთ პირველი პრობლემა რა, მე რომ მკითხო რა. ნუ ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ემოციური კოლაფსი. ხო. ჩვენი დაგროვა. ამიტომ ეს თამაში რო შევაჯამა და ბოლოს მოვასრულო, იქნება რომ საბოლოოდ დაბრუნდა არგენტინა, აგრაიომეს, იპოვეს თავისი რითმი ბოლო წუთში და ბოლოს ის მოხდა რომ ლელო იყო არ იყო და მაყურებელმა რა არ იცის რომ 2023 წელს ჩვენ სანამ სოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა და აი აქ არის სოფლიო რაგბის სერიოზული ლაფსუსი, რაზეც ჩემი აზრით მე ყოველთვის ვეუბნები სოფლიო რაგბს, როცა მაქვს პირდაპირ კომუნიკაცია, რომ თქვენ საკმარისად მაყურებელს არ უწევთ განათლება, არ ანათლებთ მაყურებელს იმ სამსაჯო ესე ვთქვათ მიდგომებზე, რაც უნდა იცოდეს ხალხმა. ბოლოს იყო ეგეთი საუბარი, რომ საჯარიმო ლელო უნდა ყოფილიყო, იმიტომ მაღალი ბოჭვა იყო. რაზეც ჩვენ 2023-ში როცა ეგრეთ წოდებული team building-ი, ანუ გუნდის შენება გქონდა, სოფლიოზე მივდიოდით და ჩრდილოეთ საფრანგეთში როკომოდორში გავდიოდით ეგრეთ წოდებულ შეკრებას. სადაც იქ შევთანხმდით, რომ როდესაც ლელოს act of scoring, ანუ ლელოს დამიწების მომენტში, როდესაც ხრის ზოლზე აქ იქნება ბოჭვა, ამას არ ჩავთვლიდით უხეშობად რა და ამაზე ყველა კოლექტიურად შევთანხმდით, მაგრამ ეს არავინ არ იცოდა, ეს ვიცოდით მარტო 20 კაცმა. ამიტომ სოფლიო რაგბს ეს ვალდებულება უნდა აიღოს, როცა ესე 20 კაცი რაღაცას ცვლის სამსაჯო მიდგომას, ხო? სოფლიო რაგბმა ეს უნდა მსაჯობს და ხო, მე ეს მსაჯობს ყველას უკვირთ, იმიტომ რომ თუ სიტყვით გახსოვთ მაღალი ბოჭვის წესი, ეს არის line of shoulder-ზე საუბრობს. ანუ ამის ხაზზე საუბრობს, რომ ამ ხაზის მაღლა თუ შებოჭე მორაგბე, ეს არის უხეშობა. მაგრამ ჩვენ სპეციფიურად და ლელოს დამიწების მომენტში, ნახტომში, შევთანხმდით ორ მექანიზმს. ერთი რომ აქ თუ იყო ბოჭვა არ ჩავთვლით ამას უხეშობად და როცა ნახტომში რომ შეგებოჭა მოთამაშე, არც ეგ იქნებოდა უხეშობა. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშე რომელსაც ორი ფეხი მიწაზე არ აქვს, ეგ რო შებოჭო, ითვლება რომ ჰაერში ბოჭა. ლელოსში გადახტომის მომენტში რომ ვიღაცამ შეგბოჭოს, უხეშობა არ არის. ამიტომ ამ ორ რაღაცაზე რომ შევთანხმდით, ეს არ მივიდა მაყურებამდე და ეხლა ყველას მაგიტო გონია, რომ ჩვენ რაღაც განზრახი არგენტინას არ და ჩვენ რაზე შევთანხმდით, ის გავაკეთეთ, რომ ჰერის რეიდის ბოჭვას და კალოურის ბოჭვას ორივე იყო მხრის ზემოთ. და შევთანხმდით, რომ არ იყო უხეშობა, იმიტომ რომ მაშინ ესე იყო შეთანხმება რა. ეხლა შეიძლება გადაიხედოს და კიდე სუიცვლება ესეთი დეტალები. აი ეს პატარა დეტალი არის.
ამ დეტალის ცვლილება საბოლოო ჯამში თამაშებს წყვეტს და როგორ შეიძლება რომ ეს ინფორმაციები მაყურებლამდე არ იყოს მისული. ეს 2023 ხო, ეს ესეთი დეტალია. შევიკრიბეთ და რაღაცა ვისაუბრეთ და შევცვალეთ, ხა თქვენამდე ხომ უნდა მოვიდეს ეს რომ განკვირვების ის აღარ იყოს. ხა არგენტინას საბჭოელებად არჩა რომ ჩვენ გადაწყვეტილება იქ არ მივიღეთ, არა და ჩვენთვის ძალიან ნათელი იყო ეგ რა. საბოლოო ჯამში აი იქ არ გავუმართლათ კიდევაც, იმიტომ რომ აი დამიწდა ხაზზე დამიწდა და ჩვენს გვინდოდა რომ ლელო ყოფილიყო. ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ მოთამაშეებმა გადაწყვეტონ თამაში და არა ჩვენ რა. და არა ჩვენმა გადაწყვეტილებებმა. იმიტომ რომ სპორტის არსი ეგა, მოთამაშეებმა უნდა გადაწყვეტონ რა. მაგრამ საკმაოდ ღირსეულად მიიღეს ფილიპე კონტეპომი, რომელიც ძალიან ემოციური ადამიანია. თავისი არგენტინული ბუნებიდან გამომდინარე ძალიან კარგი ადამიანია, ღირსეული ადამიანია, დაგხვდა და ხელი ჩამოგვართვა და ყველა აღნიშნა რომ ძალიან რთული თამაში იყო და ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ რომ ეს თამაში კალაპოტში დარჩენილი იყო, მაგრამ ნუ აი ეს პერიპეტიები ესე გადაწყდა და ნუ ვერ ვიზავთ ვერაფერ. სანტიმეტრები წვიტავს თამაშს და რაღაცა შენსაწინააღმდეგოდ იქნება, რაღაცა შენსასარგებლო. იგა აი შენ ხშირად გაგვთ თქვენ ერთმანეთთან საუბრები, ვიც საჯობთ ესე იგი და ფაქტიურად ის რაც დღესასწაული რომელიც ვთქვათ იქ ზელანდია საფრანგეთის შემდეგ აფრიკა შოტლანდიის შემდეგ და ინგლისი არგენტინა თამაშების აი ეს სასწაულის თამაშები ნახეთ იმას იმ სანახაობას თქვენც ქმნით რა თქმა უნდა საჯები ძალიან დიდი როლი გაქვთ თქვენ და ალბათ საუბრობთ იმაზე ესე რომ მიდის თამაში და ფაქტიურად დაახლოებით 100 კმ/სთ შეიძლება უფრო მეტით არ ვიცი აი რაღაც არის რაღაც მომენტებზე რომელზეც თქვენ თახვდებით რომ მოდი ამას ცოტა ყურადღება ნაკლებად მივაქციოთ რომ დინამიურობა გაიზარდოს რა თქმა უნდა არის სტილობრივად რა ეგეთ თამაში რომ როგორც ვამბობ აი ჩემი თამაში მაგალითად არგენტინა შოტლანდია რაც იყო უნდოდა თამაში სიღრმიდან თამაშობდნენ რა ცდილობდნენ რომ დარტყმა ჩამრბენები გარეთ დარტყმა ჩამრბენები გარეთ ეხლა ეგ მაგ სტილზე რომ მიდის პირველი 15 წუთი იცი რომ უკვე გუნდებს თამაში უნდა და არა არევა და მიუშვი რა იქ მიუშვი რას ნიშნავს ეხლა მოდი მიუშვი საჯის მიუშვი რომ ავხსნათ რა იქ მცირე გვერდიდან შესვლაზე გადაყრაში თვალი დავხუჭე იქ პატარა ჩავარნაზე თვალი დავხუჭე რომ მაქსიმალურად ტემპმა ისუნთქოს იმიტომ რომ ვიცი რომ ამ პატარა თვალის დახუჭებს არ მოყვება მე ნებათაღელვა და ემოციური ის რომ აი იცი აი მე რო შოტლანდია ვარ და აი ცოტა გვერდიდან განამყარეს აი არ ავღელდები და მეც იგივეს არ ვიზავ და იმიტომ რომ იქ იციან რომ უკვე ტემპი მიდის აი ისიც იცის მეორე გუნდმა რომ ამას თუ გაუტარა პატარა მოდი მეც გამიტარებ და მოდი მეც ტემპით ვითამაშებ მაშინ რა და აქედან მაგრამ როგორც კი ემოციები იწევს როგორც კი პროვოკაციები იწევს აი მან უჭერს მსაჯიც რა უკვე მან ვერ მიუშვებ იმიტომ რომ თუ მიუშვი მე მდევარი აღმოჩნდები თამაში და კონტროლს დაკარგავ რა აი გაექცა თამაში რომ ამბობენ აი რას ნიშნავს გაექცა ხო შენ ისეთ რამეს იძახი რომ შენ პირიქით ირთულებ ხო რა თქმა უნდა მე მინდა რომ თქვენ ისი ამოვნოთ და თქვენ უყუროთ აი საქმეს ირთულებ აშკარად კი რა თქმა უნდა მე ისე ზღვარზე დადიხარ იმიტომ რომ აი პატარა გვერდიდან მოდი შეტევას არ დავაჯარიმებ და ორ ფაზაში ლელო დაიდოს მე უკვე აი ამიტომ რისკი ყოველთვის არის მაგაში რომ ტემპი ათამაშო გუნდს მაგრამ რაგბი ჭეშმარიტება არის ტემპი თქვენ დროს როცა რაგბი იყო ძალიან გახსნილი მაშინ 13 კაცას დაცვა არ არსებობდა ეს პრინციპი რაც მე ინგლისმა შემოიტანა ეს მჭიდრო დაცვის პრინციპი გადარეკვის პრინციპი და თამაში ფრინავდა რა და ამიტომ ეს იყო ძალიან მაგარი საყურებელი და ეხლაც როცა გუნდები მაგაში ხელს გიწყობენ შენც უნდა ხელი შეუწყო ავდებული ხა ეს ჩვენთან ფაქტიურად ყველა 15 ნომრის სწორად თუ აკეთებ 15 ნომრის ჩართვა ჩვენ დროს ხაზი იჭრება ხო თითქმის ყველა ჩართვა თუ სწორად თამაში დაცვა იყო ესეთი ორეშელოვანი დაცვა იყო და ანუ ჭრაზე და მერე გადავსება ეხლა პირიქით შემჭიდროებულია და ბლიც თამაშობენ და ინგლისი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გუნდი ვისაც ეთამაშო ინგლისი არის აი სამსაჯოთა ძალიან რთული გუნდია ყველაზე რთული გუნდია სამსაჯო. კი. ინგლისი არის ყველაზე რთული გუნდი სამსაჯოდ რა. და სტილიდან გამომდინარე და იმ რაღაცა დეტალების გამომდინარე ძალიან დეტალებში ხარ. და გთხოვენ რომ ამ დეტალებს მიაქციე ყურადღება. გთხოვნით ყველა გთხოვს და თვითონ სოფლიო რაგბი გთხოვს ამ დეტალებზე, მაგრამ აი სტილიდან გამომდინარე ინგლისია არის აი იმდენად თავისებური სტილი აქვს და იმდენად წნეხს ადებს გუნდს და შენც გადებს წნეხს ამ თავისი სტილიდან გამომდინარე რომ აი დაახლოებით ახლა ძალიან დეტალებში სად არ მინდა, მაგრამ აი პრინციპი რო ვთქვა, აბა რამდენი ხანი დამაჯარიმებ. აბა რამდენი ხანი ამიწევ სანქციას. მაგრამ ისიც იცის მე რომ შენ თუ მე კარგი სურათი არ განახე და დამაჯარიმე.
იმასაც დააჯარიმე. და ეგ ჩემსაც სასარგებლოდ მოვა, როცა საქმეს დაჭირდა. ძალიან ბევრი სტილი არსებობს მიდგომის რა. ზოგუნს პირდაპირ სტილი აქვს, რომ არ მინდა რომ დავჯარიმდე და ამოგხადოს აფრიკამ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ მე ფიზიკურად იმდენად ძლიერი ვარ, რომ არ მოგცემ ჯარიმას ფიზიკურად გაგტეხავ და მე წამოვალ და მე შენ დაჯარიმდები რა. ანუ ყველას თავისი სტილი აქვს რა, საშთან მიდგომის. ამიტომ ჩვენც აი მინდა რომ რაღაცაში დნმ-ი ჩვენს გქონდეს მაგისი რა, აი ნაკრებსაც და ოცლამდელებსაც. ხო, ეხლა შენ რასაც ამბობ, ეხლა მე მგონი ეხლა მე ადრეს პირველ ჩვენ იმაზე თქვი რა ქვია, შეხვედრაზე რომ იქ ჩვენთვის მაგარი სიურპრიზი იყო, რომ საჯების მწვნელი ყავდა წამოყვანილი რა, ხო და შენ რასაც ეხლა აგძელებ და რასაც ყვები, ეს ფაქტია რომ ეს არის გაღრმავებული იქა იქ კაცი ზის მაგარი ვიღაცა და რომელიც ყველა მოთამაშეს ზუსტად უხსნის შენ რა ტიპი ხარ აი რომელიც მაგისთან ხო ეგრეა ეს იმდენ მნიშვნელოვანი გახდა გია რომ ხო და ვიცი რომ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აშკარად ჩანს და ეხლა რაც არ უნდა იყოს ჩვენ იმებს რომ დაუბრუნდეთ ჩვენ რეალობას აკაურს ქართულს რამე მსგავსი ხდება ჩვენთან რა ეგ მაინტერესებს სულ რა და ეხლა ხო და რო არ ხდება ჩანს მაგრამ მოდი რა ისა რა ქვია აი რატო ვერ ხედავენ ამას ეხლა არ ამგონია ეხლა მე რომ მე ჩემ თავზე რო ვთქვა რომ რაგბის სერიოზული პროფესიონალი თამაშს რასაც გულისხმობ ნამდვილად არა რომ მეც კი ვხედავ ამას და ადამიანებს პრეტენზიები აქვს რაღაც თამაშის ცოდნაზე და ტაქტიკაზე და რაღაც ამას როგორ ვერ ხედავენ მაინტერესებს თუ რა ხდება რამდენადაც შეგიძლია აი იმდენად გია როგორ არის ერთი მოდი პირველი რაცაც მოდი მთელი მოვფინოთ ამ ყველაფერს ეს გახდა დღევანდელი თამაშის აი უდიდესი ელემენტი რა. პირდაპირ კავშირშია შენს წნეხთან, შენი დისციპლინა რა. ნახე ორი ვარიანტია. ერთი, რომ ან აი რაც ვთქვი, რომ საჯის ფსიქოლოგიას ტესტავს გუნდი, ლენსტერს ქონდა ეგეთი მეთოდიკა რა, რომ აი რამდენი ხანი გამიძ, რამდენი მომეც, აი ყვითელსაც ავიტან. მომეც, იმასაც ხო დავაჯარიმე. მე ხო ვალდებული ხარ თანმიმდევრული იყო. იმასაც ხო დავაჯარიმე. მე ჩემი დრო მოვა, მიხვდი? მე შენ მაქსიმალურად ავწევ საზღვარს. ზღვარზე ვიქნე მაქსიმალურად იმასაც შეუშვი თამაში ხელს, იმასაც ნერვებზე, მაგრამ როცა ამას აკეთებ, გჭირდება უდიდესი ფიზიკური რესურსი, უდიდესი ემოციური რესურსი და გამართული სტრუქტურა. იმიტომ რომ წნეხში როცა ვარდები, წნეხიდან გამოსვლის ეგ მეთოდიკა თუ გაგაჩნია ძალიან მაგარი, მაშინ შეგიძლია ეგ გააკეთო, შენ თავს მისცე უფლება, რომ ზღვარზე ითამაშო მეტად და დაჯარიმდე და ავიძაღლევით არც იმას აჭამო და არც შენ ჭამო რაღაცა მომენტი და მე როცა შეუტევ საჯიც ვალდებულია უკვე რომ მე ეს გუნდი უკვე 7 ჯერ დავაჯარიმო ამაზე და ამაზე ისინიც უნდა დავაჯარიმო რა და მე უკვე წნეხს იქითადებ ეგ მეთოდიკა არსებობდა და ლანკასტერი სტიუარტ ლანკასტერის ერთ-ერთი მთავარი ფილოსოფია იყო ეგ რა დღესაც არიან გუნდები ხა მაგითი რომ აბა რამდენი ხანი გაუძლებ ჩემ დაჯარიმებას რა ისიც იციან მე რომ 50-50 მომენტები უკვე მე მაგათკენ წავა იმიტომ რომ ბევრჯერ ყავარ დაჯარიმებული და ასე შემდეგ მოკლედ ბევრი ის არსებობს არიან გუნდები რომელსაც ენერგიის დახარჯვა მაქრო არ უნდათ. მე მინდა რომ ენერგია პირდაპირ შენ დალეწვაში დავხარჯო რა, საფრანგეთი, აფრიკა და არ მინდა რომ დავჯარიმდე, იმიტომ რომ რასი აი პირდაპირ ეუბნება რომ ხო დამპირდი რომ იქ არ დაჯარიმდებოდი, რატო დაჯარიმდი? აი ესე ადებს წნეხს მოთამაშეებს რა. და ურჩევნიათ რომ ეგ ენერგია შენზე წამოიღონ და შენ ჩაგაგდონ სტრესში და წნეხში და შენ დაჯარიმდე რა. ეხლა თქვენ საკითხს რომ დაუბრუნდეთ. აი რამხელა მნიშვნელობა ენიჭება უკვე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია თამაშის მიმდინარეობასთან, ხო? იმათ ტერიტორიაზე ხარ, შენზე ქულებს უშვებ, დაცვაში გიწევს, მოსეჭიდავები, შერკინებაში წნეხავენ. ჩვენი 20 წამდე ნაკრები ადიოდა 15, 16, 17 ჯარიმაში. ეს ძალიან ბევრია. მე თამაში ვიტებ 16 ჯარიმას, 15 ჯარიმას. აქ წარმოგიდგენ გუნდი რო ჯარიმდება 16-ში. მაშინ კარგი, თუ ამას აკეთებ, წნეხიდან გამოსვლის რესურსი უნდა გქონდეს, რაც არ გაქვს. ანუ შესაბამისად ეს უკვე ავტომატური ლაფსუსი არის შენი ფილოსოფიის, მიხვდი? თუ აკეთებ ამას, რომ 15 ჯერ დავჯარიმდე, რაც კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია დღევანდელ რაგბიში. მაშინ წნეხთან გამკლავების ემოციური და სტრუქტურული რესურსიც უნდა გქონდეს, რაც არ გაგაჩნია. მოდი ვთქვათ, იმიტომ რომ 20 წამდელები ძალიან სენსიტიური, გრძნობიარე სტრუქტურაა, იმიტომ რომ თაობა გეცვლება. ის არ არის, რომ ამ თაობას მე თავიდან ჭირდება ეს ხო დიდხანს არ გიმუშავია ამათ კი ახლები გემატებიან მე ეს ახლები უნდა ისევ ჩასვა ამ სისტემაში და ასე შემდეგ ამიტომ
თუ ამაზე მიდიხარ, რომ ამ გზას ირჩევ, რომ დისციპლინად არ აქცევ დიდ ყურადღებას, ხო და გინდა რომ ზღვარზე ითამაშო, ზღვარზე თამაში თავის ხელოვნება აქვს, რა თქმა უნდა. მაშინ წნეხიდან გამოსვლის ისეთი მაგარი მექანიზმები უნდა გქონდეს, რომ ემოციურად არ აიჭრა თამაში, რასაც ვერ აკეთებ. მაშინ დისციპლინას უნდა მიაქციო ყურადღება და ნაკლები წნეხი გქონდეს საჯის მხრიდან რა. და აქ უკვე თამაშის ელემენტები გჭირდება ძალიან მაღალ დონეზე, რომ რაკი მართო, ფეხი თამაში მართო, ტერიტორიული ის მართო. ამიტომ ჩვენი ახლა 20 წლამდელებზე ვერ გავექცევით ამ საკითხს. კი, ეგეც. და ახლა ერთი კაცისკენ გაშვერა ხელის ძალიან არასწორი მგონია, იმიტომ რომ 20 წლამდე ბავშვები მაინც ნაზავი არის ჩვენი საბავშვო რაგბის და საკლუბო რაგბის, რომელიც იმდენად არათანმიმდევრულია საქართველოში, რომ ერთი კლუბი არის აქ და დანარჩენი კლუბების უმეტესობა აქ და რაღაცა სერიოზული დისბალანსი გვაქვს რა, სისტემური და ერთი კაცის გაშვერა, კენ რაღაც მე არ მგონია და არც მიმაჩნია მართებულად სისტემაზე უნდა ვისაუბროთ. კი, ჩვენც გეთანხმებით და ჩვენი ისიც ეგეთი იყო. მე ახლა ჩემი კომპეტენციიდან მე სამსაჯო თვალსაზრისით ვსაუბრობ და არა სიტყვაზე ტაქტიკა იმით. ის მანდაც შემილია ის თქვა, რომ დაზეპირებული რაკს ვერ ითამაშებ რა, არ არსებობს ეგ. თამაში იმდენად ირევა რაღაც მომენტებში, რომ დაზეპირებული რაგბის თამაში გამოიწვევს არ გამოგივა. და აი სამი რაღაცა გამოჩნდა, გამოიკვეთა, რაზეც ძალიან ბევრია სამუშაო. ერთი რომ ემოციები, რაც სპორტულ ფსიქოლოგიამდე მივალთ ისევ რომ რატო ემოციურად რატო წნეხში, რატო აი ამერიკა ეგ უფრო უკეთესად ჩანდა წნეხში, ის ბავშვები უკეთესად თამაშობდნენ წნეხში ვიდრე ჩვენ. ჩვენ რო წნეხი გვედებოდა. ამოცალა ქონდა თებად სხვა და ელი. აი, ჩვენ რო წნეხი გვედებოდა, არ ვიცი, იმდენად შესუსტებული პერფორმანსი მოდიოდა, მე რო არ ვიცი, ან რა გვაქვს აშკარა წნეხის მართვის პრობლემა, ეს ერთი. ეს უკვე იქ ყოფნა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ ის რამდენად იქნება დისციპლინის მხრივ სამსაჯო პერიპეტიების ჩართვით თუ სპორტული ფსიქოლოგიის ჩართვით, ფაქტია რომ ამაზე დიდი სამუშაოა. ამას უკავშირდება ემოციურ და ფსიქოლოგიურ მომენტს უკავშირდება ასევე ის მომენტი რომ ზელანდია დაამარცხეს ტურნირამდე და ეგ კიდე უფრო უარესად ხო არ მოქმედებდა ჩვენზე ეგ საკითხავია რა. კითხვები გაჩნდა ბევრი. ისტორია და ახლო ისტორია გვამცნობს რომ ქართულმა რაგბმა სადაც ცნობილი გამარჯვებები მოიპოვა, ამ ცნობილ გამარჯვებებს ყოველთვის დაღმასვა მოყვა რა და რატო მოქმედებს გამარჯვება ჩვენზე ცუდად, თავში გვივარდება? გონია რომ უკვე იქ ვართ. აი ეს კითხვებიც უნდა დაისვას. მართვა ემოციების ბიჭი. იმიტომ რომ მე ვიმსაჯე ის თამაში ზელანდიასთან რო იყო და ის ბიჭები იქ არ ვიცი, ეგეთი აღარ მინახავს ეგეთი. ხო, სხვანაირები იყვნენ ესე ლაღა. იმათმა რაგბი ითამაშეს იმ მაგ ბავშვებმა, ვიფიქრე რომ აი დამკაში ვართ უკვე გასულებით ხო რა, მაგრამ მე დაღმასვლა წამოვიდა. რატო ვიფიქრეთ რომ უკვე იქ ვიყავით? ეს უკვე ფსიქოლოგებმა და საჭირო ხალხმა უნდა გამოიტანონ დასკვნები. მე არ ვარ მაგ კომპეტენციის, უბრალოდ მე კითხვა გამიჩნდა როგორც ამ შემთხვევაში რიგით მაყურებელს. მეორე, რა ქირჩება კატასტროფული პრობლემად ქართული რაგბის და კიდევ ერთხელ არ ვამბობ რომ საჭიროდ ბევრი ხალხი ამაზე არ საუბრობს და არ ფიქრობენ, იმიტომ რომ უბრალოდ გონია შეიძლება გამაკრიტიკოს ხალხმა ეხლა რასაც ვიტყვიან რაღაცა იფიქრონ რომ ამას რაღაცა რაკი არ გვესმის. ძალიან ბევრი ადამიანს, ძალიან ბევრი მწვრთნელი საქართველოში, ძალიან ბევრი მოთამაშეს თავისთავად როცა მწვრთნელს არ ესმის, რაკი არ გვესმის რა. რაკში თამაში არ გვესმის. რაკი უნდა იყოს, აი არა, მაქედან ადებ უდიდეს წნეხს გუნდს რა. ჩვენი რაკი არის ძალიან სუსტი. ვერავინ ვერ გადამარწმუნებს მაგაში. წნეხს ვერ ვადებთ რა. ხო, ნუ ახლა ეს შენ რასაც ვკრ, შენ ახლა აღმოჩენები კი არ გააკეთე. ეს პირდაპირ ჩანს, უბრალოდ შენ უფრო დაკორებულად დაინახე ეს ყველაფერი და ჩვენ ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ. რაკი როცა სუსტია, ეს მოწმობს ერთ რაღაცაზე, რომ ფიზმომზადება არ გაქვს მაღალ დონეზე, მალე იღლები ან გადაღლა ან რაღაცა რა. იმიტომ რომ რაკს ჭირდება ძალიან დიდი ფიზიკური მომზადება. რაკი რომ შენი რაკები მაქსიმალურად კარგად წაევა. იციან ეგ გუნდებმა დღეს ვიდეო ანალიტიკა არის უმაღლეს დონეზე, უკვე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გიშიფრავენ თითოეულ რაკს. 200 რაკიდან თამაში 200 რაკი რო არის და 100 შენია სიტყვაზე 100 იმისი, იცის სად გიჭირს და როგორ გიჭირს და ტერიტორიის რა მონაკვეთში არის რთული რაკი და რომელი მოთამაშე ვერ არის რაკში მაგარი და შესაბამისად ისე გინელებს იქ რაკს, რომ შეტევას ვეღარ აწყობ რა. და შესაბამისად რაკს რო ვეღარ აწყობ, იძულებული ხარ ფეხით ითამაშო. ეგ საფრანგეთ ზელანდია რო ახსენეთ, რატო გამოვიდა მაგარი თამაში? რაკში არ გააჭაჭანეს ერთმანეთი. რაკი როცა გაქვს ტემპია. ტემპი როცა წნეხსადებ. ფეხს არ ხმარო. ფეხს როცა არ ხმარო, პურთი შენ გაქვს. პურთი შენ თუ გაქვს უტევ. თამაში გამოდის რა. შენ როცა თამიმდევრულად მიდის ყველაფერი ნელ-ნელა. ჯაჭურად მე ჩვენი ფეხის თამაშიც არ იყო ოპტიმალური რა. ხალხი ხედავს რომ აუჩი ვერ გადაიტანეს.
ხო, ნუ ეგ არის რაღაცა ერთობლივი, რაღაცა შეცდომა, აუჩი ვერ გადაიტანა. ეხლა ის ბავშვი 10-დან ავარჯზე 10 ჯერ გადაიტანს აუჩი დარწმუნებული ვარ, ეგ არ არის სისტემური შეცდომა, ეგ არის რაღაცა ნერვების მომენტი, რომ უნდა და შორს და მაგრამ სისტემური ისაა, რომ გუნდს რა ეტყობოდა, იცით, რომ აი ფეხი თამაშის სტილისტიკა გათავისებული არ გქონდა. ხა ფრანგები თამაშობენ გრძელ ფეხს, იმიტომ რომ იქ უნდათ რომ მოგახრჩონ. ინგლისი თამაშობს ახლო ფეხს, რომ უნდა რომ ჰაერი მოგიგოს, აფრიკა თამაშობს, რომ ჰაერი მოგიგოს და მე კონტრზე წარმოვიდეს. სტილისტიკურად ჩვენ რაღაც ისეთი შაბეტება დამრჩა, რომ სადაც მოგვიხერხდება დავარტყათ და დღეს ეგრე არ ითამაშება ფეხი რა. ამიტომ მოკლედ არ მინდა ახლა ფილმში გადასვლა. არა. ხო. ეგა დაახლოებით შენ რაც ციცახე ხარ, უყურებ ხოლმე ჩვენი ეპიზოდებს და ნუ აი ჩვენც დაახლოებით ეგეთი რაღაც ხმობდით, იმიტომ რომ ბევრად ღრმა ფესვები აქვს ამას ყველაფერს, ვიდრე ხა ჩვენ წავიდეთ და კოლელიშვილი დავხრიდო. არა, ესე სისულელია რა. მე ვთქვი რომ ერთ კაცზე ხო, აი არის სისულელი. არასწორი. რა ეხლა 20 წლიანებზე ჩამოვარდა, მაშინ მე აი ფიქრობდი რაღაცა ესეთი რაღაცა რომ იცი რა, აი ეს ფსიქოლოგიური პრობლემები რაღაციდან გამომდინარეობს ეს პრობლემები. ჩემი აზრით დასახული ამოცანისა და წარმოქმნილი ამბიციების შეუსაბამობა ჩვენი გუნდის ტექნიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან არის გამომწვევი ამ ფსიქოლოგიური პრობლემების. შემდეგ რაღაც არასწორი მოლოდინები და ემოციური კოლაფსი იტალიასთან მატჩი ემოციური კოლაფსი, იმიტომ რომ ეს არ იყვნენ ჩვენი ბიჭები, მათ სხვა თამაში შეუძლიათ და იქ სხვა სურათი ვნახეთ. როგორც ჩანს, როცა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ვლაპარაკობ, ტექნიკური გასაგები, ინტელექტუალური მაინც მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს ინტელექტუალური შესაძლებლობა, რაც გულისხმობ იმას, რომ სიტუაციები მალმალე ხშირ-ხშირად იცვლება მოედანზე და იმ სიტუაციის მიხედვით ითამაშო და ადეკვატური იყო, ამას გულისხმობ ინტელექტუალურ შესაძლებლობას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობ მაგაში. აქ ჩვენ მქონდა ჩავარდნები. ჩემი აზრით ცოტა ხო აი ეს თავიდანვე ისეთი ფონი იყო შექმნილი, რომ იცი რა ეს არასწორი საუბრები ახლა ბავშვებს, ბიჭებს, ჩვენ ბიჭებს მაგას ვერ დავაბრალებ, მაგრამ უფროსისგან ჩვენ ხო მიჩვეულები ვართ უფროსმა თქვა და მე დანარჩენები იმიორებენ. ეს საერთოდ ჩვენი სტილია ცხოვრების და ისტორიას ვწერთ. ო რა. დალოცვილო. აი ეს სლოგანი რო წავიდა. ვიღაცამ ხო თქვა ისტორიას. არ არის აუცილებელი რომ მაინც რეგში ვიღაცამ შეიძლება ვიღაცა სადღაცა დაწერა ან თქვა და ვალდებულები ვინც არიან რომ ეს წაიკითხონ და გაიმიორონ იმიორებენ რაღაც ამ ბავშვებმა გაიმიორეს ჩვენ ისტორიას ვწერთ და ეს ისტორიის დაწერა რო არ გამოვიდა მოხდა უდარი ფსიქოლოგიური და ამას უნდა მოუვრთხილდეს ვიღაცა ეს ძალიან რთულია შენ სწორად თქვი 19 წლის ბიჭებზე 18 წლის ბიჭებზე ეს თუდად მოქმედებს მე ახლა იქ მომენტი აბსოლუტურად სტავზე და ვიტოზე ჩვენ ისრები მთლიანად გადაგვაკივა ვინც მიიღო გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში ვიტო აქ არაფერ შუაში არ არის აქ გადაწყვეტილება თავიდანვე იყო გაუგებარი იყო იმიტომ რომ თუნდაც რა იცი რა რამოდენიმე ინტერვიუ იყო თქვა დათო კაჭარავას ინტერვიუ იყო მაგრამ და კითხეს კიდევაც რატომ მოხდა ცვლილება მაგრამ პასუხი ხო უნდა გაიცეს ამას და პასუხი არ იყო რატომ მოხდა ცვლილება განა მე ან ვინმე წინააღმდეგია როტაციის იქ დაუშვათ ნორმალური ამბავია რომ დაუშვათ 10 წელი სიტყვაზე ერთმა პედაგოგმა და მწვრთნელმა იმუშავა და შეიძლება ეხა იმან თქვა მოინდომოს რომ გვერდიდან შეხედოს ეხლა რაღაცეებს თვითონ როგორ აკეთებდა ხო მაგრამ ეს ხო უნდა ესეც ხო პასუხია მე არ ვიცი რა ხდებოდა ეს მომენტები არის რომელიც მე მოქმედებს ჩვენ ბავშვებზე მე ახლა ეს გადაიზარდა რაში აპელაცია ხშირი საჭთან ისევ აპელაცია ლიდერებისგან და არა კაპიტანისგან მარტო ლიდერებისგან მე ახლა მე არ ვიცი ახლა იმ ბიჭს საიდან უნდა კონდეს ამდენი გამოცდილება არა აქვს გამოცდილება იმისი როგორ ელაპარაკოს მე ამიტომ არის საჭ როგორ ელაპარაკოს არა აქვს ეს ჩანდა კაცო და შიოშვილი კი არის დიდი მოთამაშე გახდება მე იმედი მაქვს მე მაგის იმედი მაქვს დიდი ბიჭია მაგრამ ყველაფერი აქვს ამის მაგრამ ამის ასე მოგცევის უფლებას ტულონში მაგას არ მიცემენ
და ეგ არის და აქ პრობლემაა, ეს უკვე პრობლემაა. აი ეგ ზუსტად ეგ არის ნიშანი, რომ ემოციურად როგორ მარტივად ეგ იციან. ხო მარტო თქვენ მე კი არა, გუნდებმა ვისაც ვეთამაშებით იციან, რომ ჩვენ ემოციურად ძალიან მყიფე გუნდი. ეგეთები ვართ და ეს თუ არ მოვდრიკეთ და თუ არ იმას ერთ ადგილს დავტკეპნით, რაც არ უნდა ტექნიკურად გამართულები ვიყოთ, ხო? ემოციებს ესე აგვირევენ და ჩვენც მე ავიჭრებით. სხვაჩვენს არგენტინას მოუვიდა ბავშვებს ინგლისთან იგივე რა. არგენტინას არ ველოდ. ხელსიხლიანი. ხო, აი არ ველოდე რომ ესე მარტივ ბიჭო რა უკნეს რა, მიუხედავად იმისა რომ მაგარი გუნდი გამართული ძალიან მაგარი ბიჭები და ემოციებით როგორ და ეს თამაში თავი აი ზუსტად ნათელი მაგალითად თქვენ რაც ახსენეთ რა, ბავშვებზე ისტორიას წერ და პატარა პერიფრაზი რო გავაკეთო, ილია თოფურიას ჩხუბი რო გავიხსენო გეიჯისთან რა. მე ისეთი გულშემატკივარი ვარ, ბოლოს როდის რაზე მქონდა ნატირები არ მახსოვს, რო წააგო, ივიტირე რა. მაგრამ რა იყო მან პრობლემა? ილია ამბობდა რომ პირველ რაუნდში გავთიშავ. ვერ გათიშა და ფსიქოლოგიურად უკან შემოუბრუნდა. იმიტომ რომ აი რომ მიხვდა რომ მეორეში ვერ გათიშა. მე უკვე იმან ფსიქოლოგი, აი იგივე არა. ეხლა უყურე ნიკა რა მოხდა არგენტინა 20 წლიანებზე რა კი არის საუბარი. მათი ამოცანა და მათი ამბიცია გაცილებით უფრო მაღლა იყო ვიდრე მიიღეს, ის რაც მიიღეს, შედეგი. შოტლანდიელებმაც ხომ დამარცხდნენ, მაგრამ აი გამოვიდა დამარცხების მერე და მეხუთე ადგილისთვის ითამაშა ზუსტად ისეთივე შემართებით, როგორც ითამაშა პირველი თამაში. არგენტინას ეს არ გამოუვიდა, სხვა არის ემოციურად. იქ რო დამარცხდა, მერე ჩამოაგდო ხელები და აი ეს ხდება და ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. არ შეიძლება და კითხვა უნდა დაისვას რა, ყველა სტრესს და ყველა ემოციურ გადაცდომას აქვს თავისი წყარო. ყოველთვის კი სტრესი ადამიანები ამ სტრესში ვარ. საიდან მოდის ეს ხო ვიცოდე. თუ ესა ვერ გავიგეთ, მაშინ წყალს ნაყავთ რა. ამიტომ ჩვენ უნდა დავსვათ ეგ კითხვა და კიდე იქამდე დავბრუნდეთ, რომ ჩვენი არსებობს ორი, ესე ვთქვათ, ემოციური ფონი. ერთი უშუალოდ თამაშზე, რაც ხდება მიმდინარეობისას, რაც გრევს ემოციურად, აქ უკვე სხვა მექანიზმები გჭირდება თამაშის ემოციურად სამართავად, იქ ლიდერები გჭირდება, რაც თქვენ ახსენეთ, კაპიტანი გჭირდებათ, რომელიც ახლა გუნდებს ზელანდიას მაგალითი რომ მოვიყვანო All Blacks-ის ძალიან ცნობილი მექანიზმი აქვს All Blacks ლურჯი წითელი ეწოდება რა. როცა წითლდებიან, შეიძლება მთლიანი გუნდი გაწითლდეს, ან ზოგი მოთამაშე, ან წითელ ფაზაში არის და კაპიტანი ვინც არის All Blacks-ის, ფლობს ძალიან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის All Blacks-ის კაპიტნის, რომ ლურჯ მექანიზმს ფლობ. ლურჯი რა არის, რომ შენ რო წითელში ხარ, მე გითხრა რომ ბატონო მიშა მოდი გალურჯზე ხარ. რა ეს ახ თავის მექანიზმი აქვს ამას რა. ეს ლურჯი ეს ცნობილი ის არის რა. ამიტომ აი ეს ესენი საჭიროა და ამას კაპიტანი უნდა ფლობდეს. ამასთანავე წყარო უნდა გამოვიკვლიოთ თამაშზე რატო ხდებით ესეთი მყიფეები რა. ეს არის დისციპლინა, ეს არის იქნებ საჯი გვაღიზიანებთ. მე ჭუმაქ რომ საჯთანაც ძალიან ცუდი დამოკიდებულება გვაქვს რა. და საჯს ავტომატურად აღიქვავენ ჩვენები მტრად. და მე-16 მოთამაშე. ხო და რაღაცა ესეთი ეს რამდენადაც შეიძლება კომფორტული ფიქრი იყოს, რომ საჯმა დაგჩაგრა და კარგი გასამართლებელი მექანიზმი, იმდენად ცუდად გიბრუნდება რა. არავის ეგ ბენეფიტს არ მოაქვს. შენ წახვალ სახში და იტყვი რომ აი საჯმა წაგვაგებინე და რა მე იმ რა გონია რომ რა თავს იმართლებ და კი აგინე იმ საჯს და გავა ერთი კვირა ის საჯი წავა სხვა თამაში იმ საჯებს და შენ დარჩები წაგებული ხო. არავის ეგ ბენეფიტი არ მოაქვს მაგისთვის. კი რა თქმა უნდა ემოციები იქნება, ხალხი გაბრაზდება. საჯები მაგასიც მიჩვეულები არის. ახლა ბოთლი გვესროლის რომ გამოდიოდით არგენტინა ინგლისიდან რა წარმოიდგინე. ვიღაცამ და ის გვეძახს, უპუტა მადრე გვეძახეს და რა ვიცი. მაგრამ რა წავალ და დავლიეთ და გაიარა რა ამბავ. მაგრამ ჩვენ რა დარჩნენ ისენი ბოთლი. თქვენ გადარჩით რომ არგენტინა ფეხბურთი მოიგოთ. ხო და არავის ეგ თქვენ იმას არ იმასში. კი ახლა ემოციური იქნებ გაბრაზდები შეიძლება შეაგინო საჯი ისეს, მაგრამ საბოლოოში წაგებული შენ რჩები. შენრჩები წაგებული და ჩვენ ეგ მომენტი გვაქვს რომ მგონია რომ იმდენად მტრად აღვიქვავთ რა როგორც კი ჩვენზე წამოვაწნეხი და საჯი მე მოგვიჭერს ცოტა სიტუაციას იმიტომ რომ გადაცდომები გვაქვს ეგრევე მტერი ხდება და დავაი ბიჭებო საჯიანად მოვიგოთ აი ეს ხდება ხოლმე რამ უნდა მაგ დროს უნდა და გალურჯდე რასაც ქვია და არა გამოვიყენო საჩემოთ ის რომ მე დავჯარიმდი აქ ეხლა მე ის იმ სიტუაციამდე მივიყვანო რომ ეხლა ის დაჯარიმდეს რა ამიტომ მე მაინც მგონია რომ ეს სამსაჯო პერიპეტიები უნდა ჩაირთოს ნაკრების მომზადებაში. ხა ისენი ამან შეიძლება 50% შენი ემოციური ფონი დააწყნაროს რა, რომ მოთამაშე როცა გაიგებს, რომ იმიტომ რომ მოთამაშეებს თუ ეგრეა რა ადამიანი, რომ თუ არ რაღაცაზე თუ არ მიუთით, თვითონ გადაწყვეტს რა, რომ აი
შეიძლება მსაჯის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს იმ მომენტში და თამაშზე მე გამეორება ანახოს და არავინ კომპეტენტურმა არ უთხრას რომ აიცი ამის გამო დაჯარიმდი და თავისი დასკვნით ისევ გამოიტანოს რომ მსაჯმა უბრალოდ არასწორად დააჯარიმა და ჩარჩეს ეს ფიქრი და ავტომატურად დაილექოს რომ მე მაჯარიმებენ მე მერჩიან და ვიდრე რომ უთხრას მსაჯმა რომ იცი აქ ამას აკეთებ და ანუ ეს ცუდი თვისებაა და მოდი გამოასწორე ის უკვე ფიქრობს რომ საჯი კი არ მერჩის ჩემშია პრობლემა აი მაგას ვაკეთებდით მე როცა მუშაობდი მაშინ 2022-ში რომ აი ნაკრების გარჩევა და დოსიე მქონდა თითო მოთამაშეზე მქონდა დოსიე ნაკრებში ვინც იყო რა და დოსიე რას ნიშნავს რომ მოკლე აღწერები მქონდა ვის რა პოტენციური პრობლემა ქონდა რა აი მაგალითად 4 ნომერი სახელი და გვარს არ ვიტყვი ამას ქონდა პრობლემა რომ თამაშგარეში იდგა ისე რომ სკანირებას არ აკეთებდა ეს მივიდოდი ხოლმე შეკრებაზე და ვეტყოდი რომ იცი აი ამას აკეთებ და მოდი მიაქციე ყურადღება ეს იმდენს ნიშნავს რომ მე ამაზე ფიქრს რო იწყებს ავტომატიზმამდე გადაგდის უკვე 2-3 თამაშის მე იქ კი არ დგახარ ისე უბრალოდ იმის საშუალებას კი არ ქნე რომ დაჯარიმდი სკან და უკან ჩამოდიხარ უცებ და აი ეს პატარა რაღაცა თვისებებს რომ იგივე უნარებია რა იგივეა ამიტომ აი ეს გვჭირდებოდა ჩვენ რომ რეალურად ეგ ბრაზი და უკმაყოფილება გვერჩიან და ეს ძალიან გვიყვარს ქართველებს რომ აი ქართველებს გვერჩიან ანუ ყველას ერჩის რა როცა ინტერესები იქნება ადამიანები ეგეთები არიან გადაკვეთავ ადამიანის ინტერესს და ცხოველი გახდება რა ეგრე არ არის რა ქართველებს გერჩიან კი არა რავი ყველა იგა აი ერთი რამოდენიმე სამსაჯო ნიუანსებიდან ესეთი მე მახსენდება ძველ დროში შენ მაგ დროს შეიძლება დაბადებულიც არ იყავი ბატონმა კოტე მახარაძემ ცნობილმა მსახიობმა და კომენტატორმა და ძალიან დიდმა პიროვნებამ ინტერვიუში ბძანა ესეთი რამე რომ წყალბურთის მსაჯს ველაპარაკეო და მან მითხრაო რა რომ რომელი გუნდი მოიგებს კი არა რა ანგარიშითაც გინდა იმ ანგარიშს დავსვაო თამაშზეო ეს შესაძლებლობები გვაქვსო წყალბურთშიო ამ მსაჯებსო ხო და ეხლა შეიძლება რეგბის ესეთ შესაძლებლობები არ აქვს არ ვიცი მაგრამ დღეს ეხლა მე უყურებ ესეთ რამეებს რა ბიჭო ფეხბურთში ერთ შემთხვევაში ერთი და იგივე ფოლი არის პენალი მეორე შემთხვევაში პენალი არ არის ერთ შემთხვევაში ითვლება რომ არის ყვითელი ბარათი მეორე შემთხვევაში საერთოდ სასტვენიც არ არის ორი სტანდარტი გაჩნდა ფეხბურთში აშკარად გაჩნდა რა არის რამე ისეთი ელემენტები რაგბში სადაც შეიძლება ორი წაკითხვა იყოს აი რა მომენტებში არის ეს რომ სხვადასხვა ტრანსფორმირება წაკითხვა იმდენად უამრავი არის ეგეთი მომენტი და მაგიტო არის რაგბის საჯობა ურთულესი რომ აი პატარა დეტალმა რომელიც შეიძლება თქვენთვის არ დარჩეს და დასანახად აი პატარმა სანტიმეტრმა შეიძლება შეცვალოს მთელი გადაწყვეტილება და თქვენ დაგჭირს თავისწილება რომ აი არა რატო მიდგომაზე მაქვს უფრო ლაპარაკი კი რა თქმა უნდა აი სად არის რაკში არის რაკი თავარი 70% არის რაკი რა რაკის ვინ როგორ მსაჯობს რაკს რა აი მაგას აქვს უდიდესი მნიშვნელობა რა ეგ კარნახობს მე თამაშის ფლიან სტრუქტურას რა ამიტომ აი მაგიტო ამბობ ყოველთვის რომ რაკი ეხა მსაჯებს რა შეცდომები თქმა უნდა მოგდის მოგვივა არ არსებობს აი დღემდე ვცდილობ ხოლმე ხანდახან ან თვითმფრინავში რომ ვზივარ ან რაღაცა საფიქრალი დრო რომ აქვს რომ გავიხსენო თამაში რომელიც უშეცდომოდ ვერ ვიხსენებ ეგეთ თამაშს რა ბავშვებზე ფესტივალში ეხა რომ შემიყვანო მანდაც მომივა შეცდომა ამ პოზიციას ვერ ავიღებ სწორად ან არ არსებობს რა იმდენად ის არის ამიტომ ეს ძალიან ბევრმა მოთამაშემ მწვრთნელმა ეს გაითავისა რა და სხვათა შორის ეგ დამოკიდებულება შეიცვალა რომ იციან რომ საჩესტომები მოსდის და მოუვა და ელოდებიან მაგას რა მაგისთვის ზად არიან და აი ჩემთვის რაზე ახტაცებას რაზე გამოვხატა ვიცი აი მქონია მომენტი რომ დამიჯარიმებია გუნდი რა აი კი მომენტს ეწოდება გადამწყვეტი მომენტი არის რომ უტევენ და ანგარიში უნდა შევიდნენ და აი დაწევა აი 5 მეტრიანში ათამაშ და დამიჯარიმებია გუნდი სადაც არ მეთანხმება ის გუნდი სიტყვაზე აი რეაქციიდან ხვდები რა და კაპიტანი მოვა და რაღაცა კითხვას დამისმენს რომ არის რამ ხვდები რომ ის გუნდი რაღაცა 50-50-ზე ჯარიმა ან ისე რაღაცა და აი მე შემჩნევია მაღალი დონის გუნდი რომ ისე გამოდიან მაგ ეგ ფიქრმა შეიძლება წაგიღოს რა რომ აი არასწორად დამაჯარიმა და 1-10 წუთი გაყვეს ეგის და მე თამაშზე შეგიშალოს ხელი ისე მარტივად გამოდიან მე მაგ მდგომარეობიდან რომ აი next აი სულ მესმის ხოლმე რა ძალიან საკვანძო ფრაზა next job boys next job ანუ დატოვე
შემდეგი სამუშაო, დატოვე, შემდეგი სამუშაო რა. ეს იმხელა, აი ვითომ ხო მარტივი მექანიზმი, იმხელა ფსიქოლოგიური სამუშაო დგას ამის უკან რა, რომ გაწითრდი გალურჯდი რა, უცებ. თორე ის გაყვება. საჯებშიც იგივეა რა. აი რომ მქონია მომენტი, რომ აი დიდი გადაწყვეტილება და ვიცი რომ 50-50-ია და მე უკვე რომ ვსტვენ და უკვე ვიცი რომ სოციალურ ქსელში უკვე ან ჩემი ერთი ჯვარზე გაკვრა იწყება ან რაღაცა და აი მაგ ფიქრმა რომ საჯით წაიღოს. მე რა არის, იცი, აი პატარა რო ვიყავი, გამოუცდელი და პირველ ნაბიჯებს გავდი, მაგ ფიქრებს და წნეხს უკვე თავი გამოცდილება გჭირდება რა, აკონტროლო და აი რას ვატყობდი უკვე, იცი, ეგ ფიქრი იქამდე მიმყვებოდა, რომ უკვე აუტი ვარდებოდა. და მე კიდე იმაზე ვფიქრობდი და უკვე მოლი იყო დამდგარი, როცა თამაში ვერთვებოდი და წარმოგიდგენ პირველ ფაზას ტოვე და იქ შეიძლება რაღაცა მოხდეს. ამიტომ აი ამას ძალიან დიდი გამოცდილება ჭირდება წნეხის მართვას. რა ეხლა თქვენ საკითხს შორს წავედი მაქედან. თქვენ საკითხს რო დაუბრუნდეთ რა, არის რა თქმა უნდა. ეს არ არის ორმაგი ეს არის იმ მომენტში მსაჯმა როგორ დაინახა და ეს შეიძლება პოზიციიდან იყოს გამომდინარე რა. ხალხს გონია რომ მაყურებელი რადგან ტელევიზორში უყურებს თამაშს, გონია რომ საჯს სულ ერთნაირი ხედვა აქვს იმ მომენტის. ამიტომ რა ფეხბურთმა რა დაამატა, იცით, მაგის გასაქართლად კამერა. იმიტომ რომ ის კამერა ხანდახან მაყურებელს თააგონებს რას, რომ საჯი შეიძლება შორს არის. საჯი შეიძლება ვიღაცა ფარავს. ეგრე არის რაგში, რომ თქვენ სიტყვაზე მოგეჩვენოთ, რომ ვიღაცა გვერდიდან შევიდეს, მე შეიძლება მეორე მხრიდან ვიყო და ვერ დავინახო და აი ჩემი გუნდი ხო დააჯარიმე გვერდიდან შესვლაზე, ესენი რატო არ დააჯარ? ძალიან ბევრი მექანიზმი არის რა. ამიტომ გუნდები მიხვდნენ მაგას, რომ ყოველთვის ყველაფერი ესე თეთრი და შავი ვერ იქნება რა და რაღაცა ნაცრისფერის დოგმატიკას უშვებენ. და ამ რაზე მუშაობენ, რომ ამ ნაცრისფერი როცა შენ წინააღმდეგ წამოვა, ამან არ აგრიოს. აი ეს არის გადამწყვეტი რა, თორე შეიძლება ბენეფიტიც ნახო მაგარი. ეხლა 20 წლამდელებზე ხო იქ იყო რაღაცა მომენტები, რადგან სამსაჯო გადაწყვეტილები ჩვენც ვნახეთ ბენეფიტები. მაგრამ მაგას რა თქმა უნდა სუბიექტიზმი, შენი სუბიექტიზმი ცოტა უნდა გადამალო და ობიექტურად შეხედო, რომ აი ჩემს სასარგებლოთაც შეეშალა. ეხლა არგენტინა იმის ტურნირზე, არგენტინის სასარგებლოთაც შეგეშალა რაღაცეები, რა თქმა უნდა, რაზეც უელსი დაგვრჩა უკმაყოფილო. იქ არგენტინა უელსზე ლელო ჩაითვალა პირველივე არგენტინის ლელო, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო. და ისევ ხდება ეგეთი რაღაცეები რა, ბევრი ხდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ დეტალში იმდენ დეტალს განვიხილავთ და იმდენ დეტალს ვამუშავებთ და მთელი ღამე უნდა გავწელოთ ეს პოდკასტი, რომ იმას ვქნათ რა. და იცით, ერთად დავამატებ რა. ძალიან მნიშვნელოვანია რეპუტაცია. რეპუტაციაში რას გულისხმობ, ეხა გეტყვით და აი ამას კიდე არ ექცევა ყურადღება რა. რეპუტაცია რას ნიშნავს? მოგეხსენებათ, როცა მეტოქე გუნდი გშიფრავს, ვინ შიფრავს კიდე? საჯი. საჯი ის კი არ არის რომ მოედანზე მოვა და 14 არა, მთელი კვირა ეხა ჩვენ სურათებს ვსწავლობდით. რომ აიცი ინგლისის პირველი ნომერი ხელს ატკიდებს, ინგლისის სამი ნომერი წნეხში რა მოძრაობას აკეთებს და როგორც კი მაგ იმას შეგხვდება, დიდხანი კი აღარ ფიქრობ. ჯარიმა ეგრევე. იმიტომ რომ ეს წინასწარ, ამიტომ რეპუტაცია არის მთავარი რა. რეპუტაციაში რას გულისხმობ? თუ საჯებმა შენ რაღაცა ბევრ ჯარიმდება მოთამაშემ, საჯები თითოეულ მოთამაშეს მაგრა იკვლევენ და სტილს და აი ხა თუნდაც შიოშვილის ნაირი მოთამაშე რო არის, რომელიც იმპაქტ მეიკერს ვეძახით რა, რომელიც შეუძლია რომ თამაშის მიმდინარეობა შეცვალო, შეუძლია რომ რაქი არისო, შეუძლია რომ ხლეტვა გააკეთო, შეუძლია რომ მაგრა წაიღოს ბურთი. ეგეთ მოთამაშეებზე კიდე დიდი ყურადღება მოდის, რომ მაგათ თვისობრიობას სწავლობ რა. ამიტომ იმდენად ცოტად რო გაქვს გადაწყვეტილების მისაღებად 0.5 წამზე გვაქვს ჩვენ საუბარი რა, რომ წინასწარ ზოგი მსაჯი არის, რომელიც ძიმე მომზადებას გადის წინასწარ სურათ, დალექილი სურათით რა და ბევრს კი აღარ ფიქრობს. მე უკვე ავტომატურად ხელს დაგინახავ შერკინებაში, ესე გეტყვის რომ შენ ჩააქციე შერკინება ჯარიმას გაგიჭიმავს რა. ამიტომ მაგმინტო გჭირდება რომ შენ ხანდახან მაქედანაც მოდის, რომ საჯმა წინასწარ გამოიკვლია შენი თვისობრიობა და მაგიტო გაჯარიმებს, იმიტომ რომ რაღაცა სწორად ვერ აკეთებ. ამიტომ არ მნიშვნელოვანი რომ ვიღაცა მიგითითებდეს რომ ეს სურათი შენ გუნცაცნებს და შენ საკუთარ იმასაც რა ქვია რა რეპუტაციასთან საჯამდე და მაგიტო გჭირდება ვიღაცა რომ მე ნახე შენამდე მოიტანოს ეს მესიჯი რომ ამას დაგიმიზნებს საჯი და მე საჯამდეც მიიტანოს ვინც საჯობს იქამდე რომ იცი ეს სურათზე რას მეტყვი და საჯმა თუ გითხრა რომ არ მომწონს მაშინ გამოასწორებინო ან უთხრა რომ იცი ჩვენ ამას ვასწორებთ ამაზე მაგრამ მუშაობენ გუნდები ეგრეთ წოდებულ ბექგრაუნდში ჩვენთან ეს მომენტი ძალიან დაკარგულია რა. ამიტომ ხედავს რომ საჯი საქართველოს ნაკრებს უყურებს, წნეხში თამაშგარეს არიცავენ, ემოციურად არიან, ფიზიკურ წნეხში მარტივად რჩებიან და უნდა მოუჭირო მე საქართველოს ნაკრებს, იმიტომ რომ გაიქცევა თამაში. ადიხარ მე 16 ჯარიმაზე, 17 ჯარიმაზე, რაც შენ ტერიტორიას უნებს და შენ ახლა რაც თქვი, იქ აქ ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი
შევამჩნიე, არის რა, ეხლა რაც თუ დამეთანხმები. აი გვაქვს დოსიე მაგალითად მოთამაშის, რომელსაც, თქვა სელექციის დროს ვფიქრობთ, ვადგენთ დოსიეს და ვფიქრობთ ნაკრების, ასე ვთქვათ, სელექციაზე. მოთამაშე, რომელიც ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს, ფიზიკურად, ტექნიკურად გადასარევია, ფანტასტიკურად მომზადებულია, მაგრამ აქვს პრობლემა, ვერ აკონტროლებს თავის ემოციას. აი მაგალითად იქნება ალბათ მართალი ის მწვრთნელი, რომელიც უარს იტყვის ასეთ მოთამაშეს. ნაკრებში არა იყოს. სტილს გააჩნია. ძალიან ხო, ეხლა პოლოგზე უარი არა თქვეს რა. ეხლა იქნება, მაგრამ პოლოგს არ ვიცი, ხალხს არ უყვარს უბრალოდ თავისი გამოხატვების და ძალიან მაგარი მოთამაშე. ძალიან მაგარი მოთამაშე. მაშინ პოლოკი უნდა იყო. ეგეთი impact make, ეგრეთ წოდებული გარდამტეხის შემტანი გარდამტეხის შემტანი. არგენტინასთან შემოვიდა. იმხელა გაჭრა მოახდინა ეგრევე და აი ისეთი ენერგია აქვს და ისე ბურთზე თავხედი ემოციურად აკჭრის ახლა ძალიან ბევრი თვისება აქვს და უბრალოდ ხალხს არ უყვარს იმიტომ რომ რაღაცა ახალგაზრდული სისხლი და რაღაცა გამოხატვა ჰულიგანია ხო მაგრამ ძალიან მაგარი მოთამაშეა და კიდევ უფრო მაგარი გახდება რა ამიტომ აი ეს არის რა რომ მაგრამ ნახეთ ჩვენც როგორ ვართ ახლა რომ ვიცით რომ პოლოკი უნდა შემოვიდეს ვიცით რომ უნდა იქ სადაც იქნება ცოტა მაგაზე შემოვიდა არგენტინასთან ყვითელი მიიღო გავიდა. ანუ ჩვენ წინასწარ ვიცით ესეთი რაღაცები. ამიტომ როცა წინასწარ სწავლობ გუნდს, წინასწარ სწავლობ მოთამაშეებს და ეს გუნდი ვერ ემზადება შენთვის, სათანადო მომზადება შენთვის ვერ აკეთებს და მოწინააღმდეგისთვის ვერ აკეთებს და ადის 16 ჯარიმაზე. მე იტყვი რომ საჯი გვერჩის. კი არ გერჩის, შენ მომზადება ვერ საშინაო დავლება ვერ გააკეთე. ვერ გააკეთე საშინაო დავლება. არავინ არ არის არ ირჩის. აი რა ვიცი, აი 20 წლამდელები არიან, ბავშვები, ის მსაჯების ბავშვები არიან, ვინც მსაჯობდნენ. ჩვენი მსაჯი სალვა მახარაძე ბავშვია, 24-ისა. მე 24-ის ვიყავი, როცა ვიმსაჯე 20 წლამდელები. ბავშვები არიან, ისინი იწყებენ ახლა კარიერას და იმათთვის არის დეველოპმენტის, ანუ განვითარების ბოლო ეტაპი არის. ანუ ისინი ცდილობენ კარგად მოიქცენ ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ისინიც ახლა ბავშვებია, ისინიც გამოუცდელები არიან და სოფლიო რაგბი როგორ არის, იცი, 20 წლამდელებზე გაკვირდება და შეიძლება თქვა სოფლიო რაგბმა, რომ იცი საჯმა კიდე ერთხელ მოგიწევს ოცების საჯმა რომ კიდე ერთხელ გვინდა რომ ამ წელში დაგაკვირდეთ. ან გეტყვის რომ გადასდილი ხარ ამ დონისთვის უკვე ოცებისთვის და უკვე კაცებში შეგიშვას რა. ეგ კიდე უფრო კაცები უკვე ძალიან რთულია რა. როგორი შეფასებები? ხო, მართლა ეს ჩვენები შევაფასოთ ახლა და შენს ადგილობრივი ტურნირი იყო და ყოველ წესია რომ ადგილობრივ ტურნირში გვერდითებს იხმარებენ ხოლმე რომ მეტი ბევრი ფული არ და ფულზე ხო ისა აქვს ალერგია აქვს ფულის ხარჯვაზე. ბიუჯეტზე პრობლემები და ჩვენი ზოგადი სამსაჯო სტანდარტი საკმაოდ მაღალია. იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მუშაობთ მაგაზე რომ რეგიონში და ტიერორში წამყვანი მსაჯები ყავდეს და ესეც არის ახლოსაც ვერ მოვა ტიერორში გინ პორტუგალია, გინ ესპანეთი, გინ რუმინეთი ჩვენთან მაგხრივ ძალიან ისეთი სტანდარტი გვაქვს და ფიზიკურად და მენტალურად ძალიან მოთხოვნები ვართ რა ჩვენ სტრუქტურაში. და ძალიან დადებით შეფასება იყო გვერდითებისგან გამოცილი გვერდითები არიან შოთა თევზაძე, სავა აბულაშვილი, მარიამ გოგუაძე, ჯაფარიძე, თაგარეიშვილი ხა ესენი არიან ვინც არ დაგაღალატებენ არასდროს გვერდზე და მაგრა დაეხმარნენ რაღაც მომენტებში და ამის გამო რაღაცა მადლობის ის იყო რა მსოფლიო რაგბისგან და სავა მახარაძე თვითონ საბაც როგორც აღნიშნე 25-ისა ძალიან ახალგაზრდაა და ეხლა იწყებს ნელ-ნელა მოკიდებას და ეხლა სწავლობს რა თქმა უნდა წნეხთან გამკლავებას და პირველი თამაში ჰქონდა არგენტინა ამერიკა რომელიც მოდი ვთქვათ ახლა არ იყო რთული თამაში, კარგად ათამაშა, მისცა ტემპი, იმიტომ რომ უნდა ორივე გუნდს თამაში არ იყო ეს რაღაცა დაძაბულობა და მოუგო ძალიან არგენტინამ და ტემპი კარგად დააჭერინა. აი მეორე თამაში ჰქონდა ძალიან გამომწვევი რა საბას. ორი უსტრუქტურო გუნდი ესპანეთი ფიჯი და ვეუბნეოდი რომ აი ახლა დაიტესტები თქო რა და გაართვა საკმაოდ კარგად. რაღაც მომენტები რა თქმა უნდა იყო რაც უკეთ შეეძლო და ნაწილია ეგ მსაჯობის და საბუკას თავარი კარგი თვისება არის რომ თავის შეცდომას ხედავს, აღიარებს და არის ცდილობს რომ დაცვით პოზიციაში იყოს და კრიტიკულია თავის მხრივ ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ესეთი თავარი თვისება. ხო, თავარი თვისებაა და ეს ნიშნავს რომ შეგიძლია რომ გაიზარდო მერე და ის შეცდომა უკვე შენი მეგობარი გახდეს რა, იმიტომ რომ შეცდომას დაშვების თუ გეშინია და აღიარების
ბრმა ხდები რა და როცა ბრმა ხდები მე განვითარება იქ ავტომატურად კვდება. ამიტომ იქ რაღაც მომენტები გავიარეთ, რა თქმა უნდა, მე ახლა არგენტინიდან მე ურჩევდი და რაღაც ქონდა ეს მომენტი მენტორული, იმიტომ რომ ძალიან ისეთ მოწადინებულია და აი მესამე თამაშზე მე გამოვიდა და ძალიან თავდაჯერებით თული თამაში იყო, იქაც 7 ყვითელი ბარათი ქონდა და ყველა ყვითელ ბარათზე გაყვა მენეჯმენტი და საკმაოდ საბოლოოდ დადებითი ის შეფასება აიღო და რა თქმა უნდა სამუშაო გამოჩნდა ამ დონეზე კიდე კაცებში დონეზე რო გადავა იქაც გამოჩნდება სამუშაო და ეს ეტაპია. მსოფლიო რაგბის ელიტარული მსაჯის გაზრდას 7-8 წელი ჭირდება. სწორი მუშაობით და სწორი მიდგომით და საბოლოოდ ყველაფერი სადამდე მოდის საჯობაშიც რა. წნეხში როგორ გზნობ თავს. ტონი გეცვლება, სხეულის ენა გეცვლება, შენი გადაწყვეტილების სიზუსტე იკლებს, ბოლო წუთში დაღლა იმატებს, ეს არის მთავარი. მოთამაშეც იგივეა. წნეხში იგივე მდგომარეობაში. ძალიან მაგარი მოთამაშეებიც, ტექნიკურათაც და ფიზიკურათაც წნეხში ხდებიან ძალიან არაპროდუქტიულები, თუ სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა არ აქვს. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, უდიდესი და ამ ხრივ უნდა დავიწყოთ ჩვენ სასწრაფოდ. ბოლოს შეკითხვა მაქვს სამ საჯებთან დაკავშირებით. აი შენ პირველ პოდკასტით ჰქონდა საუბარი მენტორებზე. რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენტორი ვინ არის და ნუ ავტორიტეტი და ჩვენთან ეს პრაქტიკა არ არის. მე როგორც ვიცი, ქართველ საჯებს მენტორები არ ყავთ. მიუხედავად იმისა, რომ შენ ამბობ, რომ გარკვეული სტანდარტები უკვე ჩვენ დავაწესეთ და გვიყურებენ კარგი თვალით. არ არის აქ რამის შესაძლებელი. იცით როგორ არის, ანუ ჩვენ ყავდა დიდი ხანი ძალიან. ჩემი მენტორი ვინც იყო დევიდ მაქიუ ირლანდიელი. ნუ შენზე არ არის, მაგან ეს საბოლოოდ იმან ბოლო 2 წელიწადში ქართული ისიც მაგან აწყო სტანდარტი რა და ეხლა ირლანდიელებთან გქონდა ჩვენ კავშირი, დამთავრდა ეს კავშირი და ეხლა მე და ლუკა კელასონია ვართ, ვინც ვცდილობთ, რომ ეს მენტორიზმი გავაგრძელოთ და მაგათ ფილოსოფიაზე ვართ, ირლანდიურ ფილოსოფიაზე ვართ და დევიდ მაქიუს ფილოსოფია არის რა, რომ ძველი ყაიდის მსაჯია. ძველი ყაიდის მსაჯი ნიშნავს, რომ მსაჯი არის ავტორიტეტი, მსაჯმა მოედანზე თავის თავზე უნდა აიღოს, იმიტომ რომ ცოტა ეგ ტენდენცია შეიცვალა რა, ეხლა რაღაცა კიდევ ცელი თემაა, როგორ შეიცვალა ეგ ტენდენციები რა, ცოტა სამხრეთელო მსაჯებმა ცოტა რაღაცა ნამეტანი რაღაც იმაში გადავიდნენ, რაც ცოტა ფილოსოფიები გაიყო რა. აი ეს არის ძალიან საინტერესო, ესეც უნდა იცოდეს მაყურებელმა. მაგრამ იმაზე მაგ თემაზე არ წავალ, ჯერ ვიტყვი საკ ქართულ თემაზე და ეს დევიდ მაქიუს ქონდა ეგეთი მიდგომა, რომ ფიზიკურად უნდა იყო მონსტრი მოედანზე, მსაჯი. რაც რომ გასაკვირად ჟღერდეს, იმიტომ რომ ფიზიკურად თუ მაგრად ხარ, სხეულის ენა გაქვს ძლიერი, უფრო ინტიმიდაციას ახდენ, უფრო ათლეტურ გარეგნობა გაქვს და უფრო ბუნებრივი პატივისცემას იწვევ და ამიტომ ჩვენ მსაჯებს ახლა ვისაც შეხედავთ, ჯერ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ფიზიკურად ყველა ძალიან ისეთია რა, გამძლეობა აქვს, პოზიციებს სწორად იღებენ, ამაზე სტრუქტურა ამხრივ გვაქვს აწყობილი, რომ ჩვენ მსაჯი იყოს თავარი პასუხისგებელი და არა ვიდეო მსაჯზე დამოკიდებული ან გვერდითი მეტყვის ან ვიდეო გადამარჩენს, არა, შენით, მაქსიმალურად შენით. ეს არის ძალიან ბაზისური ფილოსოფია რა. მოთამაშეც იგივეა რა, რომ ბაზისები როცა მაგრად განვითარებული. წნეხში ყოველთვის თავს იგრძნობ როგორც თევზი წყალში, იმიტომ რომ ბაზა გეხმარება. დარბაზშიც რო ვარჯიშობ იგივეა. ვისაც ბაზაა განვითარებული, ის მარტივად აშენებს კუნძს, ხო? ეგრეა რა, ამიტომ ბაზას ჩვენ მივდივართ სულ ბაზისკენ რა, ბაზა და მაგაზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად პასუხისგებლიანები ვიყოთ, თორე ირლანდიელებთან ჩვენი კავშირი დამთავრდა და მე და ლუკა კილასონი არის ლადო კილასონიას ძმა, რომელიც 20 წლამდელებს ლადო 20 წლამდელების თალისმანი იყო დიდი ხანი და ლუკა საჯების თალისმანი არის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეხლა ეს ირლანდიური ფილოსოფია გავაგრძელოთ და მე ხა კავშირებიც მაქვს უკვე მსოფლიო რაგბთან და რაგბი ევროპასთან და უკვე რეკომენდაციები შემიძლია ზურგს უკან გაუწიო ხალხს და უკვე ჩემს სიტყვასაც სხვანაირად უყურებენ და ამ ხრივ რა. ამიტომ რაგბის კავშირმა უპრიანად მიიჩნია, რომ უკვე ეს მენტორიზმი შეგვეძლო გაგვეწია მე და ლუკას და უცხოელებისთვის ევროებში ხელფასის ხდას, აირჩივნათ, რომ სიტყვაზე ეგ ფული დაეზოგათ. რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაგდენი ადამიანური რესურსი არსებობს საქართველოში საჯობის მხრივ, რომ ეს სტრუქტურა შეიკრას. ყოველთვის იქნება საჯის მიმართ უკმაყოფილება გუნდების მხრიდან. როცა სეზონი მიდის და კვირაში ერთი ტური არის, ყოველთვის რაღაცა გუნდი უკმაყოფილო იქნება. ეგ კი არა, top 14-დან მირეკავენ ხოლმე ხანდახან, რომ ჩამოდი, იმიტომ რომ ამ თამაშზე ფრანგი მსაჯის დანიშვნა არ გვინდა. და დესანტად მივდივარ ხოლმე რა.
საფრანგეთი არის ჭეშმარიტება რაგბის, ხო? Top 14 მაჯობა ყველას და ყველაფერს. და ფრანგი მსაჯებიც ძალიან ხისტები არიან და მაგათ ძალიან თავისებური სტილი აქვს. ამიტომ ეს არ არის ვიღაცა რომ ეხლა მსაჯზე თავარია რომ სტრუქტურა მუშაობდეს და ნათელია იმის რომ ჩვენ მსაჯებს რაგბი ევროპაში და სოფლიო რაგბის დეველოპმენტის დონეზე უკვე საკმაოდ ის აქვს ნდობა რა. ამიტომ ბევრი ვილესაუბრე ამ თემაზე, მაგრამ ძალიან გადაჯაჭვულია რა უკვე ეს ყველაფერი რა. კიდე უნდა ვისაუბროთ შემდეგ როცა გვეწვევი. აი ძალიან გადაჯაჭვულია და უბრალოდ გონია მართლა როგორც გულშემატკივარს პირველ რიგში გონია რომ ამ მექანიზმს თუ შევიტანთ ჩვენ ნაკრებებში და ბავშვებს მივაჩვევთ აკადემიი, ჩვენ გვაქვს აკადემიები, ხო, სადაც შერწყმა ხდება გუნდების ბავშვების, გამორჩეული ბავშვების. რაღაცა მექანიზმები უნდა შევიტანოთ. უკვე ეს თამაში კიდე უფრო დეტალური ხდება, კიდე რაღაცები შეიცვლება, კიდე მეტად სანტიმეტრებზე წავა და უკვე ამას ვეღარ გავექცევით. ამას თუ გავექცევით, ჩათვალეთ. ო არა, ეგ უკვე ჩანს რომ ეგრეა. ცელი გვიჭირავს და აი ფეხებში. კაი, გასაგები. ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის. იმედია ჩვენი მაყურებელს დაგვიდასტურებს ამას ყველაფერს. გამოიწერეთ ეს არხი რა თქმა უნდა. თქვენ იშვიათ საქმეს აკეთებთ და რა გჭირდება რა თქმა უნდა. დალაიქეთ ეს ვიდეო რომ ბევრმა ნახოს, გააზიარეთ. რა ვიცი, ყველაფერიც ვისაც რაგბი გიყვართ და გვერდზე უდგახართ ამ ადამიანებს ეს ამაგი და ეს არ უნდა დაუკარგოთ. მადლობა. ხო, კარგია რომ მსაჯების აღზრდაში ჩაგრთეს, მაგრამ კარგია თუ მოთამაშეების აღზრდაშიც ჩაგრთავენ, ეგ იქნება ყველაზე რომ აშკარად ეგ საჭირო. ნება მაგათ. ხო და ბოლოსკენ კიდე ჩვენი სპონსორისგან, მაღაზია სასმელისგან, რომელიც აბაშის 38-ში მდებარეობს. აგერ გვაქვს 4 ღვინო. ჩილეს შარდონე, ფრანგული, მონპელიეს შომბერი, არგენტინული და იტალიური. ლევიგო იტალიური. მე როგორც ცნობილი მსმელი. ხო და ეხლა შეიძლება აირჩიო რა. მიუხედავად იმისა. მიუხედავად შენ ვარჯიშ თავისი აღდგენა ხა ერთი ჭიქა ღვინო არის წამალი ეხლა. ჭიქაზე რო ვიცოდი გაჭერება აქ. არგენტინაში. შენც მაგდრეში. არგენტინაში ბოლოს ქართველი ხარ მაინც. ბოლოს უკვე არგენტინაში მივხვდი რომ თამაშზე ვიყავი მარტო მხიზე. დარჩენის უტრალები. აი აირჩიე. მოდი არგენტინული გავწიოთ. აი არგენტინული. აი ჩილეს შარდონე საინტერესოა ძალიან. კი, საინტერესო იქნება. ამიტომ თქვენს სპონსორს დიდი მადლობა და აი მე ჩილეს არგენტინის კონკურენტს ამ შემთხვევაში ავირჩევ. ღვინოში და ყველაფერში. არა, რაგბში მე რა თორე ძალიან არ უყვარდა ერთი არც მან რა და აი შარდონისთვის დიდი მადლობა ამას ავირჩევ. ხო, ნუ ჩემი YouTube არხიც დავაბრუნე, არგენტინაც მაგ გადაღებული და დავდებთ და მაყურებელს ექნება პირდაპირ ახლო ექშენი და რომ ნახოს რა ხდებოდა არგენტინაში. მადლობთ კიდევ ერთხელ ნიკა, მადლობთ რომ გვიყურებთ, გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ. აქვე არის დონაციის ანგარიში. მომავალ შეხვედრამდე.